თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა დაასრულა. ბრალდების შემდეგ სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე გამოვიდა. ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა ვიდეო მასალა წარმოადგინეს, სადაც 2011 წლის 21-დან 26 მაისამდე მომიტინგეების აგრესიული ქმედებებია ასახული. მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ აქციაზე ნინო ბურჯანაძის სიტყვით გამოსulis ვიდეო მასალაც წარმოადგინა, სადაც ბურჯანაძე მომიტინგეებს 26 მაისის აღლუმის ჩაშლისკენ მოუწოდებს. ადვოკატებმა ასევე წარადგინეს კომპანია დენსუსის დასკვნა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით არის მომზადებული. დენსუსი მიიჩნევს, რომ მიტინგის დაშლის ტაქტიკა სწორად იყო შერჩეული. როგორც კახიძე ამბობს, მართალია დაცვის მხარე სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს არ უარყოფს, თუმცა ეს ყოფილი მინისტრის ბრალეულობასთან კავშირში არ არის. დაცვის მხარის მტკიცებით, პოლიციელთა აგრესია ბურჯანაძის ესკორტის ქმედებებმა განაპირობა. ჩვენ საქმეში წარვადგინეთ ამერიკული კომპანია დენსუსის დასკვნა, ჩვენ საქმეში წარვადგინეთ ლიტველი ექსპერტების დასკვნა და ჩვენ პროკურატურის მიერვე წარმოდგენილი საერთაშორისო პრეცედენტებით დავასაბუთეთ, რომ მიტინგის დაშლის ტაქტიკა და ოპერაციის გეგმა, რომელიც მინისტრმა დაამტკიცა, იყო აბსოლუტურად სწორი. რაც შეეხება ცალკეული პოლიციელების მიერ ძალის გადამეტებას, დაცვა ბოლომდე რჩება იმაზე, რომ ამგვარ ფაქტებს ადგილი რა თქმა უნდა ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის არანაირ კავშირში მინისტრის ბრალეულობასთან. დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ მოსამართლე მხარეებს რეპლიკისთვის დრო გამოუყო. როგორც პროკურორმა ნათია მეზრიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არა მიტინგის დაშლაზე, არამედ მომიტინგეთა მასობრივ დაკავებასა და დარბევაზე იყო ორიენტირებული. მეზრიშვილის მტკიცებით, 100-მდე მომიტინგეს 3000-მა სპეცრაზმელმა ალყაში მოაქცია. პროკურორის თქმით, ვანო მერაბიშვილის მიზანი იყო მომიტინგეებს მომდევნო დღეებში შეკრების სურვილი აღარ ქონოდათ. გამოსავლის გარეშე დარჩენილი დაცვის მხარე იძახის რას? 26 მაისს რაც მოხდა, როდესაც ასობით ჩვენი თანამოქალაქე დაასახიჩრეს, დაინვალიდეს, ამ ყველაფერზე აცხადებენ, რომ ეს იყო კანონიერი და ტაქტიკურად სწორი. მოსამართლემ საბოლოო სიტყვა ბრალდებულ ვანო მერაბიშვილს გადასცა. მე ყოველთვის ვიამაყებ, რომ ეს შექმნილი საქართველოს ისტორიაში პოლიცია, რომელიც იქცა არაკონკრეტული და ეფექტურები სიმბოლოდ. და ეს ბედნიერება საქართველოში, არც ჩემამდე არც ერთ მინისტრს არ ქონდა და არც ჩემს მერე არც ერთ მინისტრს არ ექნება ასეთი ბედნიერება. საქართველოს ისტორიაში ქართული პოლიციის ისტორია იქნება ასე. ვანო მერაბიშვილამდე და ვანო მერაბიშვილის შემდეგ. იმიტომ რომ ჩემს შემდეგ ვერაფერს ისეც ვეღარ გააკეთებს, ვერც ერთი, თუნდაც 10 შემო უფრო ვანო მერაბიშვილის უფრო ნიჭიერი, უფრო კეთილშობილი, უფრო ჭკვიანი ადამიანიც კი ვერ შეძლებს ისეთი ეფექტის მიღწევას, რაც ჩემ დროს იქ მომუშავე ადამიანმა გააკეთეს. მე არ მეშინია გამომტყუნენი განაჩენის, მე უბრალოდ მინდა რომ ჩრდილი არ მიადგეს ქართულ სამართალს, იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი პირდაპირი და ირიბი მოწმე, რომ მე ჩემი მიზანი იყო და მე განვახორციელე კონკრეტული პირების წინააღმდეგ და აქ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა იარაღის გამოყენებით ხას უსვამ. პირველი შეურაცხყოფის გამოყენებით მე მათ შეულახე უფლებები. ამისი ჩვენებაც არ არსებობს. დაცვის მხარეს იმედი აქვს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. საწინააღმდეგო პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობის შესახებ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის განაცხადს პრიორიტეტი მიანიჭა. ამის დამადასტურებელი წერილი მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ ევროსასამართლოდან მიიღო. კახიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოში პოლიტიკური დევნის სისტემურ ხასიათს ასახელებს. 26 მაისის საქმის განხილვა სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს ხვალ 15 საათზე გამოაცხადებს.